მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ტაბულას, მე ლევან სუთიძე ვარ და ჩვენ ვსაუბრობთ რელიგიაზე. დღეს ჩემი სტუმარია თბილელი მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ არაჩვეულებრივ პროექტზე, რომელიც ამერიკელმა ხალხმა დააფინანსა. ეს არის არა ქალზე ძალადობას. ეს პროექტი, რომელშიც სხვადასხვა რელიგიური ლიდერები საქართველოში მცხოვრები გმობენ ქალებზე ძალადობას, მოამზადა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა TDI, რომელშიც თქვენც მოუწოდებდით ქართულ საზოგადოებას, რომ ქალებზე ძალადობა შეწყვეტილიყო და სწორედ აი ამ პროექტიდან გამომდინარე მე სურს თქვენთან ერთად მიმოვიხილო აი ეს საკითხი. აქვს თუ არა რელიგიებში და მოდი მივყვეთ აი სამ ძირითად რელიგიას, ხო, აბრაამიანულ რელიგიებს, ისლამში, იუდაიზმსა და ქრისტიანობაში, ძალადობას ქალებზე, ოჯახში, თუ ოჯახს გარეთ საფუძველი და სანამ ამ ასე ვთქვათ, კითხვაზე პასუხ შეუდგებით, გთხოვთ ორი სიტყვა გითხრათ პროექტის შესახებაც. პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის, ყოველთვის გეხარია თქვენთან ყოფნა, თქვენთან საუბარი. პროექტი ძალიან კარგი იყო და დროული, თუ მხედველობაში მივიღებთ რა ხდება ჩვენს გარშემო, რა ხდება საქართველოში. და ეს თემის აქტუალურობა ნამდვილად თვალშისაცემი არის, როდესაც უყურებ რა ხდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და რა გვესმის ქალებთან მიმართებაში. სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს თხოვეს, რომ თავიანთი აზრი გამოეთქვათ და განაცხადებინათ, რომ რელიგია გმობს ძალადობას ქალების წინააღმდეგ. თუ გულწრფელი ვიქნებ, ჩემთვის ძნელი იყო ამის თქმა, რომ რელიგია გმობს ძალადობას ქალების წინააღმდეგ, რადგან ყოველთვის არ გმობს. არადა წესით უნდა გმობდეს, ამიტომ დიდი ხნის ჭიდილის შემდეგ რეჟისორთან შევთანხმდით, რომ მე ვიტყოდი არა გმობს, არამედ უნდა დაგმოს. და მე მგონი ეს არის პოზიცია, რომელიც მე მაქვს და რომელზეც მე ვდგავარ. რელიგიებმა აუცილებლად უნდა დაგმონ ძალადობა. სამწუხაროდ ამ პროექტში არ მონაწილეობდა საქართველოს საპატრიარქო. მე არ ვიცი რა მიზეზით შეიძლება თქვას რელიგიურმა ორგანიზაციამ უარი იმაზე, რომ დაგმოს ქალთა მიმართ ძალადობა. მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია. თქვენ უკვე ახსენეთ, რომ რელიგია არ გმობს, ხო? მოდი დავიწყოთ ქრისტიანობით. ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტე ძალადობით არის მოკლული, არა? ის ძალადობის მსხვერპლია. ასე რომ ვთქვათ. ის სიმბოლოები, რომელიც ქრისტიანს ასულიერო პირებს გულზე კიდიათ, არის ძალადობისა და წამების სიმბოლო, არა? ჯვარი არის წამების სიმბოლო. ეს არის იმ ღმერთის სიმბოლო, იმ განკაცებული ღმერთის სიმბოლო, რომელსაც სცემდნენ და არ პასუხობდა, რა, აფურთხებდნენ და არ პასუხობდა და პირიქით მოუწოდებდა ილოცეთ მათთვის და მეტიც საკუთარ მოციქულებს, რომელიც მის დასაცავად, ასე ვთქვათ, გაიწია ერთ-ერთმა, რა, პეტრემ, ბრძანა რომ ჩაეგო უკან მახვილია, რა. აი ამ კონტექსტში, აი ამ ძალადობის დაგმობის კონტექსტში, რომელიც თითქოს ასეთი ცხადი უნდა იყოს და თითქოს პირიქით, ხო? პაციფიზმამდე ინტერპრეტირება შეიძლება, რა? აი ამ პროცესში ჩვენ რანაირად მივიღეთ ისე, რომ ქალი აი ასეთი ძალადობის მსხვერპლია ოჯახში თუ ოჯახს გარეთ. თქვენ ახსენეთ ინტერპრეტაცია და ინტერპრეტაცია ალბათ არის ამოსავალი სიტყვა ყველა რელიგიის გასაგებად. მონოთეისტური რელიგიების ოჯახში, აბრაამული რელიგიების ოჯახში ჩვენ გვაქვს ტექსტები. ამ ტექსტების ინტერპრეტაცია ასეთ შეიძლება და ისეთ შეიძლება. დამოკიდებული ადამიანის განწყობაზე და ადამიანის წინ მოწადინებაზე, რა უნდა რომ დაინახოს ამა თუ იმ ტექსტში. თუ უნდა ადამიანს რომ დაინახოს ადამიანის დისკრიმინაცია, ქალის დისკრიმინაცია, შავკანიანების დისკრიმინაცია, LGBT თემის წარმომადგენლის დისკრიმინაცია, ამას დაინახავს. მაგრამ თუ უნდა რომ დაინახოს გაცილებით მეტი, ვიდრე იქ წერია, მაშინ მასაც დაინახავს, რომ ღმერთი, რომელ ტრადიციაშიც არ უნდა იყოს, ისლამური, ქრისტიანული, იუდაური, ყოველთვის დგას დაჩაგრულის მხარეზე და ყოველთვის
მოუწოდებს ადამიანს თანადგომისადმი. და თუ რელიგიას საერთოდ რამე აზრი აქვს, თავად აზრი არის ის, რომ ადამიანს ასწავლოს თანალმობისა და თანაგზნობის გზნობის გაჩენა. ხო, მაგრამ აი ასე შევხედოთ, ხო? მაგალითად ჩვენ ხვდებით სახარებაში, როდესაც ცოლი მოხსენიებულია, ასე ვთქვათ, ქვემდებარეთ ქმარზე და ქმარი არის ასე ვთქვათ ცოლის თავი, ხო, ოჯახის წარმართველი და ამდენად თითქოს მისი ბუნებითი თანასწორობა ასე თუ ისე აღიარებულია, რომ დიახ, ქალი და კაცი თანასწორია, დიახ, ქალისა და კაცის ცოდვა ერთნაირია, ხო? მაგრამ აი ამ ოჯახურ ურთიერთობებში თითქოს სახარება, რომელსაც თქვენ გჯერათ, რომელსაც თქვენ თარგმნით, ხო? თითქოს სახარება გვეუბნება, რომ მათ აქვთ გარკვეული როლები, ფუნქციები განაწილებული. არის თუ არა ეს თანასწორობის დარღვევა, იმიტომ რომ არსებობს მრავალი ქრისტიანი, რომელიც თქვენ გეტყვით, რომ ეს უბრალოდ მოწესრიგებული სამყაროა. ქმარი დიახ, ეს რაღაც მისი მასკულინურობით, სიძლიერით, როგორც ისინი ამას ამბობენ, უნდა იყოს ოჯახის თავი და გამძღოლი ურთიერთობის და ქალი ბუნებითად შესაძლოა თანასწორია ქმარის, მაგრამ მას აქვს გარკვეული როლი აი ამ ოჯახურ ურთიერთობებში და თითქოს მოციქულიც მას ეთანხმება. მე მგონი ის რაზედაც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ არ ეკლავს კულტურულ გარემოს, რომელშიც ხდებოდა ადრინდელი ქრისტიანული ეკლესიის ჩამოყალიბება. ხოლო თუ ლაპარაკია იმაზე, როგორი თეოლოგია აქვს ქრისტიანობას ქალთა მიმართებაში, აქ მე მგონი ცალსახა არის დამოკიდებულება და იგივე პავლე გამოდგება ამისაც, რომელიც ამბობს, რომ ქრისტეში არ არსებობს დედაკაცი, არ არსებობს მამაკაცი, არ არსებობს ბერძენი, არ არსებობს იუდეველი. რაც ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანობა თავის მოძღვრებაში ძირშივე გმობს ტრაიბალიზმის ყოველგვარ გამოვლინებად. ეს იქნება ეთნიკური, გენდერული თუ კულტურული. ხოლო ის, რასაც ჩვენ ხედავთ მოციქულის წერილებში, ნამდვილად არის ანარეკლი კონკრეტული რეალობისა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, რომელშიც მათ სჭირდებოდა ამა თუ იმ პასუხის გამოძებნა. მაგრამ თქვენთვის როგორც სასულიერო ლიდერისთვის თქვენ მეუფება ავტორიტეტი უნდა იყოს აი ასეთი ჰერმენევტიკული შეხედვა სახარების მიმართ, ესეთი სამეცნიერო მიდგომა, ანუ რომელი უფრო დიდი ავტორიტეტია თავად ტექსტი, რომელიც ბუნებრივია, რომლის ინტერპრეტაცია შესაძლებელია, თუ ამ ტექსტის უკვე შემდეგი რეტროსპექტიული ანალიზი და იმის გაგება რატო ამბობდა ამას პავლე, ხო? ჩემთვის პრინციპში ან ვიღაცისთვის შესაძლოა სადღაც ოდესღაც დაგვეშვა, რომ ისეთ რა ტექსტი ეს არის წმინდა ტექსტი, ჰერმენევტიკა ძალიან კარგი რამ არის, ძალიან კარგი რამ არის ბიბლეისტიკაც, ძალიან კარგი რამია მისი სამეცნიერო კვლევაც, მაგრამ ტექსტი ეს არის და ის ამბობს ამას. როგორ უნდა შეათანხმოს საკუთარ თავში ერთი მხრივ აი ეს სამეცნიერო ხედვა, რომელიც არსებობს და ვერაფერს ვუზავთ და მეორე მხრივ ტექსტი, რომელიც მიჩნეულია ავტორიტეტად. ქრისტიანობაში განსხვავებით მოძმე მონოთეისტური რელიგიებიდან ავტორიტეტი არის არა ტექსტი თვითონ, არამედ იესო ქრისტეს პიროვნება. და ამდენად, როდესაც საკითხი დადგება ასეთ მტკივნეულ თემაზე, როგორ უნდა დავინახოთ, როგორ უნდა წავიკითხოთ, ამ შემთხვევაში ავტორიტეტი არის იესო ქრისტეს ცხოვრება, პიროვნება და მისი რომელსაც ვიცნობთ ტექსტიდან. იესო ქრისტეს პიროვნებიდან გამომდინარე, მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ იესო ყოველთვის დგას დაჩაგრულის მხარეზე. ის გადალახავს ზღვარს, რომელიც არის ქალსა და მამაკაცს შორის, როდესაც ლაპარაკი არის შეხვედრაზე იაკობის ჭასთან, სამარიელ ქალს ელაპარაკება რაბინი კაცი, რომელსაც არანაირი უფლება არ ჰქონდა საერთოდ ქალს დალაპარაკებოდა საჯაროდ. მაგრამ ის გადალახავს ამ ზღვარს და აჩვენებს, რომ ქალსა და მამაკაცს შორის ეს ზღვარი დარღვეულია, კულტურული ზღვარი დარღვეულია, ერთი ეს არის ებრაელი, ის არის სამარიელი, რელიგიურად, კულტურულად. ასე რომ იესო არის თავისი დროის რევოლუციონერი, რომელიც ამ საზღვრებს ანგრევს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნას. იესოს ხედვა მისი მოწაფეებისა და მიმდევრებისა, სწორედ ამას გულისხმობს, ეს არის დიდი საძმო და სადო ადამიანებს და სადაც ყველანი თანასწორუფლებიანი არიან, ერთმანეთი უყვარს, ერთმანეთს პატივსცემენ და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ. ამდენად ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის იესო ქრისტეს პიროვნება და თუ ამ იესო ქრისტეს პერსპექტივიდან შევხედავთ ამ საკითხს, ყველაფერი დადგება თავის ადგილას. თუმცა ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ
საღვთო წერილი შეიცავს კონტროვერსიულ ადგილებს, რომელსაც ჭირდება ინტერპრეტაცია კონტექსტში, ისტორიული კონტექსტში და ასევე მისი კულტურული და თეოლოგიური ინტერპრეტაცია. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მონოთეისტურ რელიგიებს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცადეს ამ რელიგიებმა, რომ თანასწორობის პრინციპი დაეფუძნებინა თუ ქრისტიანობაში, თუ იუდაიზმში, თუ ისლამში, რომელიც ძალიან მოწადინებული იყო, რომ ეს თანასწორობის პრინციპი დაეყარებინა, ხელი მოეცარა და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგა ეს საკითხი, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე საზოგადოებაში ეზუნათ არა მხოლოდ რელიგიებს, არამედ ფართე საზოგადოებას. ხო, მაგრამ თანასწორობა თავისთავად არის თუ არა რელიგიური იდეა. ყოველ შემთხვევაში თანასწორობა ისე როგორც გაიგება თანამედროვე სამყაროში ლიბერალურ დემოკრატიაში, ხო? იქნებ არსებობს ჭეშმარიტება, შესაძლოა არსებობდეს კარგი იდეა, მაგალითად ლიბერალურ დემოკრატიული იდეა, მას ჰქონდეს თავისი საფუძველი, თავისი საყრდენი, რომ ქალი და კაცი უნდა იყოს თანასწორი ყველა საკითხში, მათ შორის ოჯახურ ურთიერთობებში, მაგრამ არსებობდეს ჭეშმარიტება, რომელსაც არავისგან არაფერი ესწავლება, განსაკუთრებით აი ამ იდეოლოგებისგან, ხო? იქნებ არსებობს ჭეშმარიტება, რომელიც თავის თავშია ჭეშმარიტება, უბრალოდ ჩვენის არ მოგწონს, ხო? ძალიან ხშირად არსებობს ჭეშმარიტება, ადამიანებს ის არ მოსწონთ, გარკვეულ ჯგუფებს ის არ მოსწონთ და მასზე უარს ამბობენ. იმის გამო, რომ არ სურთ მისი მიღება. ეს ადამიანები, რომლებიც თქვენს მოსაზრებებს, ხო, სხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები შესაძლოა არ ეთანხმებოდნენ, ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ არსებობს ჭეშმარიტება, ჩვენ მას ვერ გადავაკეთებთ. ახლა ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ 2000 წლის წინ დაწერილი ტექსტი თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიული იდეურობით გადავწეროთ და გადავაკეთოთ და რეტროსპექტიულად გავაჯანსაღოთ და ასე დავუახლოვოთ თანამედროვეობას, ხო? ამაში ხედავთ თუ არა თქვენ ლოგიკას ან რას პასუხობთ ხოლმე ამ ადამიანებს? ორი რამ. მე-14 საუკუნეში ესპანეთში ანდალუზიელმა მუსლიმმა თეოლოგმა შეიმუშავეს კონცეფტი, რომელიც ძალიან ფასეული იყო ისლამისათვის და მე ქრისტიანებმაც გაიზიარეს. სადაც ნათქვამია, რომ რაც კარგი არის ადამიანისათვის, კარგი არის ისლამისათვის. რაც კარგი არის ისლამისათვის, კარგი არის ადამიანისათვის. ეს იდეა რა თქმა უნდა ოდნავ უფრო შეფარულა ჯერ კიდე იესოსთან არის, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი კი არ არის შექმნილი შაბათისათვის, ანუ რელიგიისათვის, არამედ რელიგია, ანუ შაბათი არის შექმნილი ადამიანისათვის. თუ რომელიმე ადამიანი ოდესმე მე და თქვენ დაგვარწმუნებს, რომ ქალის დამცირება ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს, ქალი ბედნიერა იმით რომ ამცირებენ, მის ღირსებას ხელყოფენ, ალურჯებენ, სცემენ და ამას ნორმალურად მიიჩნევს, მაშინ მე მზად ვიქნები დავფიქრდე, რომ ადამიანისათვის მართლა კარგი არის თუ არა, რომ იფიქროს ამ მიმართულებით. ანუ ტესტი საბოლოოდ სინდისია? ტესტი მე მგონი საბოლოოდ სინდისი არის. ადამიანის კეთილდღეობა არის, იმიტომ რომ ყველა რელიგიის საზომი და ჭეშმარიტების საზომი არის ადამიანის კეთილდღეობა. თუ კი რამე ადამიანის კეთილდღეობას ხელყოფს, ეს შეუძლებელია ან ღმერთისთვის, ან რელიგიისათვის, ან ვინმეს თუ იყოს მისაღები. ეს არის პრინციპები, რომელზეც დაშენებული არის არა მარტო მონოთეისტური რელიგიები, არამედ ყველა რელიგია. რელიგია ემსახურება ადამიანის კეთილდღეობას. კეთილდღეობით თქვენ მეტყვით, რომ მას რატო არის ამდენი ინსტიტუციური ძალადობა ადამიანზე? არის, მაგრამ ეს არის გამოვლინება უზურპაციისა, რომელსაც რელიგიები და რელიგიური ინსტიტუციები ახდენენ ადამიანის ნების, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფისათვის ან ხელყოფისათვის. რაში სჭირდებათ ეს მათ? ეს არის ძალაუფლების გავლენის გაფართოების და ასევე სხვადასხვა ინტერესების გაძლიერების საშუალება. პირველ ალბათ თავარი ის არის, რომ ეს არის ძალადობა ადამიანზე და ადამიანის მორჩილებაში ყოფნა. სხვათა შორის აი სულ ახლახან ჩვენს ოკუპანტ ქვეყანაში მოხდა ოჯახური ძალადობის გარკვეული ფორმების დეკრიმინალიზაცია, ხო? მაგალითად თქვენ არ დაისჯებით სისხლის სამართლის კოდექსით თუ ცოლს ცოტა წაუთაქებთ, რომელიც ასე განმარტავენ ხოლმე, ხო? წათაქება, რომელმაც შესაძლოა ადამიანს მიანიჭოს ტკივილი, მაგრამ არ მიაყენოს ასე ვთქვათ ჯანმრთელობა მსუბუქი დაზიანებას კი ეს დაიჭება ადმინისტრაციული კოდექსი. ძალიან ხშირად აი ამ ძალადობას ხსნიან ხოლმე პედაგოგიკით, რომ აი დედა თუ წაუთაქებს შვილს, განა შეიძლება ეს მივიჩნიოთ დანაშაულად, განა შეიძლება მივიჩნიოთ ეს ძალადობის ფორმად, ხო?
როდესაც ბავშვს ურტყავდა, მას ტკივა, მაგრამ განგრძობითი ზიანი არ შეიძლება მიადგეს, ხო? აი ასე ხო არ ინტერპრეტირებს ხოლმე ბევრი თეოლოგიური მაქსიმა, ხო არ ბილდება ხოლმე, ხო? ასე ერთი მხრივ კაცის კვლევა შეიძლება, მაგრამ მეორე მხრივ ომში მოკლა შეიძლება. ერთი მხრივ რაღაც არ შეიძლება, მაგრამ გარკვეულ პერიოდში შეიძლება, ხო? ანუ რელიგიები ყოველთვის პოულობენ ხვრელს აი ამ დოგმატიკაში, აი ამ კანონიკურ წესრიგში, იმისთვის რომ სირბილე გაამართლონ რბილი მიდგომა ამა თუ იმ დანაშაულის მიმართ გაამართლონ, რა. თქვენ როგორ უყურებთ აი ამ ყველაფერს? ხო, ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ აი წლების განმავლობაში ეკლესია მოუწოდებდა ადამიანს, რომ თუ შენ ქმარი გწევს, ჯობს მოითმინო, დაითმინო, დარჩე ოჯახში, გააგრძელო შენი ასე ვთქვათ უღელი ზიდვა, რა. აი ამ ყველაფერში როგორ უნდა გამოვერკვათ ჩვენ? რა არის აქ სიმართლე? რა არის აქ ქრისტიანული სიმართლე? მე მგონი ეს არის ჩვენი როგორც რელიგიების დანაშაული, რომ ცხადი არა ვართ, როდესაც ვლაპარაკობთ ძალადობაზე. ზოგჯერ კომპრომისებზე მივდივართ საკუთარ თავთან, საკუთარ სინდისთანაც, ზოგჯერ კომპრომისებზე მივდივართ იმ რელიგიურ პრინციპებთან, რომელიც ჩვენი რელიგიისათვის არის ფასეული. და ეს არის εμის გამოვლენებას წარმოადგენს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ ამ ძალადობაზე, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენ ცხოვრებაში. მე მგონი რელიგიას თუ რამე ფუნქცია აქვს, თავარი ფუნქცია არის, რომ აღკვეთოს ყოველგვარი ძალადობისაკენ სწრაფვა, მისი გამართლება საზოგადოებაში. თუ რელიგია ამაზე უარს იტყვის, ის კარგავს მორალურ უფლებას, რომ ხალხის სულიერი წინამძღოლის ფუნქციები ქონდეს. ჩვენ გვესმის, რომ რელიგიება ძალიან ბევრი რამ დააშავეს, როდესაც იყო მაგალითად ძალადობა შავკანიანების მიმართ, რელიგია ამას ამართლობდა რელიგიის პოზიციიდან და საღვთო წერილს იყენებდა. როდესაც ქალები იჩაგრებოდნენ, არ ჰქონდათ ხმის უფლება, სამისოდ რელიგია იყენებდა, რა ქვია, საღვთო წერილს და ტრადიციას. დღეს ჩვენს ეპოქაში ასევე იდევნებიან LGBT თემის წარმომადგენლები და ასევე რელიგია ასევე გადაშლის წიგსა და ამას იყენებს მათი ქმედების ან ძალადობის გასამართლებლად. ყველა შემთხვევაში რელიგიის მხრიდან წაქეზება ძალადობისა რაიმე ფორმით არის სრულებით მიუღებელი. და ამ მხრივ კომპრომისზე წასვლა, თვალის დახუჭვა, თქვა რომ ეგ არაფერი, ბევრი არაფერი არ დაშავდება. ჩვენ არასდროს არ ვიცით, როდესაც მამა ბავშვს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, რა ტრამვით რჩება ეს ბავშვი. ეს შეიძლება იყოს წათაქება იყოს, მაგრამ ამ ბავშვის ცხოვრებაში დარჩეს საბოლოოდ რამბა. მთელი ცხოვრების განმავლობაში სატარებელი. ამდენად ჩვენ გვჭირდება, რომ ადამიანს მოვეკიდოთ ძალიან ფრთხილად, სათუთად და რელიგიამ სწორედ რელიგიის ფუნქცია ეს ადამიანს ასწავლოს მოგზალებული დამოკიდებულება სიცოცხლის მიმართ. ის რითიც გამოირჩევიან მონოთეისტური რელიგიები, ისლამი, იუდაიზმი, ქრისტიანობა, მანამდელი რელიგიებისას, აქ ეპიცენტრში რელიგიური ყურადღებისა დადგა სიცოცხლე. ადამიანის სიცოცხლე ფასეულია. მესმის რომ ჩვენ ყოველთვის ვერ ვერდგულეთ ამ პრინციპს, მაგრამ ეს პრინციპი საფუძველში დევს. რომ გადავიდეთ ასე ვთქვათ ისლამზე, მე ვფიქრობ რომ აი ამ ქვეყნებში, სადაც ისლამური უმრავლესობა ცხოვრობს, გაცილებით მეტად დაიკვირვება ქალებზე ამა თუ იმ ფორმის ძალადობა, ხო? ეს იქნება უფლება იმისა, რომ ცოლი გაწკეპლო, ხო? იმავე ლოგიკის მიყვება დაახლოებით, რასაც ეს რუსეთის საკანონმდებლო ორგანო და სენატორი მიზულინა, ეს გამორჩეული ოდიოზური ქალბატონი. თქვენ როგორც ისლამის სპეციალისტს, მათ შორის. ხედავთ თუ არა ისლამის წმინდა წიგნებში, ისლამის ავტორიტეტებში ქალების მიმართ უთანასწორო მოპყრობას? ეს არის შესანიშნავი გენიალური კითხვა, შეიძლება ერთი გადაცემა მიუძღო მარტო ამ კითხვას. ვეცდები რომ რაც შეიძლება მკაფიოდ გავცე ამას პასუხი. თუ ჩვენ ვილაპარაკებთ საღვთო წერილზე, ყურანზე, საღვთო წერილი სწორედაც რომ გამოირჩევა იმით, რომ იმ სამყაროში, როდესაც ყურანი დაიწერა, ეს იყო უაღრესად პროგრესული დოკუმენტი, რომელიც ქალის თანასწორობას ქადაგებდა. იმ წარსულთან, რომელიც არაბეთს ჰქონდა. არაბეთის ეპოქაში და ამას ეპოქა ჯაჰილიას არაბულად ამას ეძახა სიბნელის ეპოქა. ეს ნამდვილი გარდატეხა იყო კეთილი. ნამდვილი გარდატეხა იყო. თვითონ ტექსტს, როდესაც ჩავხედავთ, აქ არის უამრავი ადგილი, სადაც სწორედ აქცენტი არის ქალისა და მამაკაცის თანასწორობას. ყურანზე ვლაპარაკობ.
ყურანის მიღმა, როდესაც გავართ, ჰადისებშიც უამრავი დადასტურება იმისა, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორი უნდა იყოს და სჭირდება პატივისცემით მოპყრობა. ჩვენო გვაქვს ასევე დოკუმენტი, ეს არის მუჰამედის უკანასკნელი ქადაგება არაფათის მთაზე, რომელიც ერთგვარი ანდერძი არის მუჰამედის. სადაც ნათქვამია, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია, არაბი და არაბი თანასწორია, შავკანიანი და თეთრკანიანი თანასწორია და ეს არის ქარტია თანასწორობისა. როგორ ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში ინტერპრეტაცია ამ დოკუმენტისა, ეს ამის შედეგი აშკარა არის. რასაც ჩვენ ხედავთ მუსლიმურ ქვეყნებში, ქალის ძალადობა ქალზე, ბავშვებზე, ძალადობა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ეს ყველაფერი ისლამისათვის შინაგანად სულებით უცხოა. ეს არის შედეგი იმ კულტურული მდგომარეობისა, რომელშიაც ეს კულტურა აღმოჩნდა. იყო დრო, როდესაც ისლამური კულტურა, თუ ლაპარაკი არის კორდოვას სამეფოზე, იყო ბევრად უფრო წინწასული და პროგრესული ვიდრე ევროპული კულტურა. და საერთოდ ევროპულმა ცივილიზაციამ არისტოტელე და პლატონი მუსლიმებისაგან ისწავლა, როდესაც მათი ხელიდან მიიღეს ეს ცივილიზაცია. მაგრამ მე იყო ვარდნა იყო, ცივილიზაციის ვარდნა იყო და ამის შედეგების წინაშე ვდგევართ ჩვენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი ისლამის ფუნდამენტალური ტექსტში, რომელიც ადამიანის ღირსების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ხდება მისი ინტერპრეტაცია, ყალბათ ინტერპრეტაცია სხვადასხვა რელიგიური სკოლების, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების მიერ, რომლებიც მზად არიან ასევე წავიდნენ კომპრომისზე თავიანთ კულტურასთან, პატრიარქალურ კულტურასთან, რომლის ნაწილსაც ისინი წარმოადგენენ. მე ვფიქრობ, ეს აუცილებლად წავა, ისლამი გამონახავს თავის თავში ძალას, რომ დაუბრუნდეს იმ პრინციპებს, რომელიც მისთვის ფასეულია. თუ ვინმე არის ისლამში ავტორიტეტი სულიერების თვალსაზრისით, ეს არის ჯალალედინ რუმი და რუმი ამბობს, რომ ღმერთის წინაშე ქალი ბევრად უფრო ფასეულია ვიდრე მამაკაცი. რადგან ქალი ბევრად უკეთ გრძნობს ინტუიტიურად ღმერთის სიდიადეს ვიდრე მამაკაცი, რომელიც მიდრეკილი არ უფრო რაციონალურად შეხედოს რელიგიურ რეალობას. ასე რომ ჩვენ გვაქვს ფუნდამენტალური დოკუმენტები, რომლებიც ადამიანის ღირსებას ადასტურებს, მაგრამ რეალობა, რომელიც სავალალოა. მაგრამ რეალობა ასევე სავალალო არის ბევრ ქრისტიანულ ქვეყანაშიც და საქართველოს არ არის ამ ხრივ გამონაკლისი. ხო, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება იმის, რასაც ხედავთ, თქვა არაბეთში და იმის, რასაც ხედავთ საქართველოში, ხო? ასეთ უტრირებასაც ხვდებით ხოლმე, რომ თითქმის იგივეა, მაგრამ არ არის იგივე. საქართველოში აქვს ქალებს უფლება. მართალია, ქალებს აქვთ უფლება მანქანას დასხდნენ, მაგრამ ისინი გამუდმებით, ასე ვთქვათ, ლანძღვისა და კრიტიკის, ასე ვთქვათ, ქარცეცხლში გადიან, იმიტომ რომ არსებობს სტერეოტიპები, რომ ქალებს ცუდად დაყავთ მანქანა რა და ეს სტერეოტიპები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ამის უფლება აქვს და სხვა მხრივაც ქალი ბევრად ემანციპირებულია, მათ შორის საქართველოში. მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ მუსლიმები, მათ შორის მუსლიმი ქალები, რომლებიც არავითარ ასე ვთქვათ, ისეთ საშინელებებს არ განიცდიან, როგორც ვთქვათ არაბეთში, ხო? თქვენ როგორ ხედავთ ამ მდგომარეობას მუსლიმი ქალი საქართველოში და ქრისტიანი ქალი საქართველოში ერთნაირად არის, ასე ვთქვათ, უფლება უზრუნველყოფილი, ერთნაირად არის ოჯახში უფლება დაცული? აქ არის ორი მხარე, მე როგორც წარმომიდგენია. ჯერ ერთი ის, რომ ქალი შედარებით ემანციპირებულია საქართველოში, ქართულ კულტურაში, ამას რელიგია ვერ მიიწერს. რადგან ჩვენ გამოვერეთ საბჭოთა ეპოქა 75 წლიანი, რომელშიც საგანგებო აქცენტი კეთდებოდა ქალისა და მამაკაცის თანასწორობამდე. ეს ამ საბჭოური კულტურის ნაწილი იყო ქართველი ქალიც და აზერბაიჯანელი ქალიც და ქისტი ქალიც, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ამდენად ამ ხრივ საქართველოში მცხოვრები ქალები ბევრად უფრო ემანციპირებულები არიან ვიდრე იორდანიაში და საუდის არაბეთში მცხოვრები ქალები. ეს ცალსახად. მაგრამ საქართველოში ამავდროულად არსებობს დიდი კულტურის გარდა არსებობს სუბკულტურები, მაგალითად აზერბაიჯანის სუბკულტურა, რომელიც ლინგვისტური, სოციალური, სხვადასხვა პოლიტიკური მიზნების გამო არის მეტნაკლებად იზოლირებული და აქ სხვა რეალობა გვაქვს. არსებობს ქისტური კულტურა, პანკისის ხეობაში, რომელიც განსხვავებული არის აზერბაიჯანული სუბკულტურისაგან, რომელიც ლინგვისტურად ქართული არის. და ეს აიოლებს მათ კომუნიკაციას უმეტესობის კულტურასთან. ამ ხრივ ეს სირთულეები არის. მე ძალიან მიხარია, როდესაც ხშირად ხვდები უნივერსიტეტში აზერბაიჯანის სტუდენტების გუნდს, რომლებიც
ეწაფებიან სწავლას თბილისის უნივერსიტეტებში და მე ვხედავ ამაში მომავალს, რომ ქალების ემანსიპაციისათვის, ასევე რელიგიური უმცირესობის ემანსიპაციისათვის საქართველოში, რომ მუსლიმებს, აზერბაიჯანელებს განსაკუთრებით ჰქონდეთ სრული შესაძლებლობა, რომ მიიღონ მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს შესაძლებლობა იხსნება და დროთა განმავლობაში ალბათ მეტი ხმა იქნება, განსხვავებული ხმა იქნება ჩვენ სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, მომდინარე აქედან. ქალები არიან შესანიშნავი სტუდენტები, ძალიან კარგი სტუდენტები არიან, მე ვისაც ვიცნობ, გამორჩეულად კარგი სტუდენტობა არის აზერბაიჯანელებში, მუსლიმებში, აჭარლებში, ქისტებში და ასე შემდეგ. თუმცა ეს კულტურა არსებობს და კულტურა ძალადობს, მათ შორის ქალზე, მათ შორის ადამიანები ძალადობენ ქალებზე და ძალადობენ ხშირად გამორჩეული სისასტიკით, ხო? და ხშირად ინფორმით, აი ატაკების ფორმით, ხო? ესეთი რბილი სიტყვები არსებობს ამ ძალადობის დასახასიათებლად, რომელიც შეფასებულიც არ არის როგორც ძალადობა. თქვენ როგორ ფიქრობთ და გადაცემა დასასრულისკენ უნდა წავიყვანოთ, რა არის გამოსავალი, როგორ შეგვიძლია ეს ყველაფერი დავამარცხოთ? კმარა კი რელიგიური ჯგუფების მოწოდება, რომ არის ძალადოთ ქალებს. ეს არ კმარა, მაგრამ ეს სერიოზული სეგმენტია და მნიშვნელოვანია, რომ რელიგიური ჯგუფები უფრო ვოკალური გახდნენ ამ მიმართებაში, რადგან ქალის ცხოვრებისათვის დამახასიათებელია ძალადობა, ჯერ კიდევ ვიდრე ქალი დაიბადება. და მთელი ცხოვრების განმავლობაში მას მისდევს ძალადობა. როგორც ვიცით, რელიგიური წრეების იერარქიის უმეტესობა არის მასკულინური და მათთვის ოდნავ ძნელი წარმოსადგენია, რისი დათმენა უჭირს ქალს. ამდენად ჩვენ გვჭირდება უფრო ხმამაღლა ლაპარაკი ამ თემაზე, ჯერ თავად გააზრება რა პრობლემასთან გვაქვს ლაპარაკი და მე ამისი გაზიარება თემისათვის და მრევლისათვის, სადაც ჩვენ რაღაც ავტორიტეტს წარმოვიდგენთ. მაგრამ გარდა ამისა, ეს არ არის საკმარისი, საჭირო რომ ამ საქმეში ჩართული იყოს განათლების სისტემა მთლიანად ქალის უფლებების შესახებ და ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი რომ სახელმწიფო სერიოზულად მოეკიდოს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და არ ცადოს ჩაფარცხოს მამაკაცის ძალადობა ქალზე ამა თუ იმ ფორმით. დიდი მადლობა თქვენო მეუფებავს სტუმრობისთვის. მე კვლავ დავიტოვებ იმას, რომ ჩვენი სტუმარი იქნებით გადაცემის დასასრულს ჩვენ ერთად ნახავთ რელიგიური ჯგუფების მოწოდებებს. არა ქალთა ძალადობას ჩვენ კიდევ ერთხელ შევუერთოთ ჩვენი ხმა. დიდი მადლობა. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ოთხშაბათს. გმადლობთ რომ გვიყურეთ და არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ ჩვენი Facebook გვერდი. ბიბლიის პირველი თავის პირველ გვერდზე პირველ თავში წერია, რომ ღმერთმა თავის სახედ და ხატად შექმნა ადამიანი, დედაკაცად და მამაკაცად. ამით იუდეო-ქრისტიანობის ფუნდამენტალური ტექსტი აცხადებს ქალისა და მამაკაცის თანასწორებას, რომელთა შორისაც ძალადობა სრულებით მიუღებელია. ქრისტიანობა არ უნდა ძალადობდეს ქალზე. ბიბლიის პირველ წიგნში წერია, რომ ღმერთმა შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად. ეს ღვთიური ქმნილების სწრვალია, ღმერთის შედევრია. პრობლემები შემდეგ გაჩნდა მაშინ, როცა მამაკაცმა განსხვავება მიიღო როგორც დაპირისპირება და სუბორდინაცია ამჯობინდა ურთიერთობას. ქრისტიანობა არ ძალადობს ქალზე. ისლამი ქალის პატივისცემას კეთილშობილებად და კეთილგონიერებად მიიჩნევს. მუჰამმედი ბრძანებს, მორწმუნეთა შორის ყველაზე სრულყოფილ წმენას ფლობს ის, ვინც საუკეთესო ზნეობით გამოირჩევა და თქვენ შორის საუკეთესონი არიან ისინი, ვინც უკეთესად ექცევიან თავიანთ ცოლებს. გფარავდეთ ღმერთი. ისლამი არ ძალადობს ქალზე. Աստված ստեղծեց մարդուն եւ ինչպես ասում է Աստվածաշունչը, արույևեք ստեղծեց նրանց, տարբերություն չտնելով նրանց մեջ։ Եվ ինչպես Եփեսացիների թուղթն է ասում, մարդիկ սիրեցեք ձեր կանանց, ինչպես Քրիստոս էլ սիրեց եկեղեցին եւ իր անձը մատնեց նրա համար։ Քրիստոնեությունը չի մարտնչում կանանց դեմ։ Քրիստիանული აზროვნება ქალის და მამაკაცის სოციალურ თანასწორობას მიესალმება. ისინი ფასეულობების მიხედვით თანაბარნი არიან ღვთისა და საზოგადოების წინაშე. ეკლესიის შეხედულებით ქალის დანიშნულება მისთვის უფლის მიერ ბოძებული ყველა უნარის განვითარებაშია.
რელიგია არ უნდა ძალადობდეს ქალებზე. ეკლესიაში თავიდანვე ქალს ენიჭებოდა მნიშვნელოვანი მისია, იყოს ღვთის სიტყვის გადაგებელი და მსახური. რომელთა მიმართ ეპისტოლეში ნახსენები ანდრონიკი და იუნია გამორჩეულნი არიან მოციქულთა შორის. ჭეშმარიტი ღვთის გადაგებელ იუნიას მოიხსენიებს პავლე როგორც პირველ მოციქულ ქალს. ქრისტიანობა არასოდეს არ ძალადობს ქალზე. כתוב בתורה שהקדוש ברוך הוא ברא את האדם הראשון, אמר השם, לא טוב לאדם להיות לו לבדו, וברא אישה עזר כנגדו. קשה לנו לתאר את התפתחות של העולם והאנושות בלי אישה. כי גבר לבד זה הפך לטובה, וגם החיות זה תלויה על אישה. לכן קרא השם לאישה חווה, שמשמעותה זה חיות. יהדות הוא נגד אלימות על אישה. ეზიდურ ტრადიციაში ქალს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. არსებობს არაერთი წმინდანი ქალი, ხატუნა ფახრა, სტიეს, სტიზინ და სხვანი. ეზიდურ რელიგიაში დაშვებულია ქალის სასულიერო პირები. მე-20 საუკუნის დასაწყისში ეზიდებს სათავეში ქალბატონი მაიან ხათუნი ედგა, რაც ახლო აღმოსავლეთისთვის იშვიათი მოვლენაა. არსებობს ეზიდური ანდაზა, შერ-შერა, ჩეჟნა, ჩმერა. ლომი არის ლომი, გინდა მამრი იყოს, გინდა მდედრი. ეზიდური რელიგია უარყოფს ქალზე ძალადობას. Bismillahirrahmanirrahim. Allah Teala Kur'an-ı Kerim'de buyurup, kişilerin kadınların üzerinde hakları olduğu kimi, kadınların da kişilerin üzerinde hakları vardır. Ayeden göründüğü kimi, kadına karşı şiddet ve zorakılık, onun insani hukukunu pozduğundan yol verilmezdir. Peygamber sallallahu buyurup, en yaxşı Müslüman hanımına yaxşı davranandır. İslam kadın zorakılığına karşıdır.